ცხოვრება დღემდე ისე გამივლია გულს ღალატი არასოდეს გამივლია საფიცარი ქონდა მხოლოდ ერთი ზმობისა და სიყვარულის ღმერთი ეს ცხოვრება დღემდე ისე გავიარე არ უჩივი გულის არცეთ ნაიარებს ვერ მჯობნი და გაეშანი დარდი ვერ დიდყავდა მეგობარი ნაღდი შემზე სულოცა მეგობარო შემზე სულოცა შენს კაცობას ბოლომდე რომ ერთგულე ცოცხლებს ალალ სინდის ნამუს დაგილოცავთ ვინც ავიდა ვენაც სვალა ემასულებს გული მქონდეს უღალატო ერთიანი გაგვითენდეს დენათელი დემზიანი ვერაფერი მოგვერება ქვეყნად თუ ვიქნებით ერთად თქვენი დარდი ჩემი სევდადგივილია თქვენი ლხინი სიმღერა და ღიმილია მეგობრობას წამოუდგეთ ფეხზე halal იყოს ეგ სიმღერა თქვენზე შემზე სულოცა მეგობარო შემზე სულოცა შენს კაცობას ბოლომდე რომ ერთგულე ცოცხლებს ალალ სინდის ნამუს დაგილოცავთ ვინც ავიდა ვენაც სვალა იმასულებს სულოცა მეგობარო შემზე სულოცა შენს კაცობას ბოლომდე რომ ერთგულე ცოცხლებს ალალ სინდის ნამუს დაგილოცავთ ვინც ავიდა ვენაც სვალა იმასულებს მეგობრობას წამოუდგეთ ფეხზე halal იყოს ეს სიმღერა თქვენზე მეგობრობას წამოუდგეთ ფეხზე halal იყოს ეს სიმღერა თქვენზე მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო დღეს სამშაბათია ტელეკომპანია პლუსის ეთერში საავტორო გადაცემა სტუმრად მალხაზ გაბადაძესთან დღეს ისეთი ადამიანის გადაცემას ვაკეთებ და უკვე მიმდინარეობს გადაცემას რომლის გახსენებაც მიჭირს კიდევაც იმიტომ რომ ისეთი ადამიანის გახსენება არის დღევანდელი გადაცემა და მისული მასთან დაკავშირებით და ამიტომაც ეს სიმღერა რომელიც ეხლა შევასრულე თქვენ წინაშე მიუძღვენი ჩემს მეგობარს და ეს მეგობარი გახდათ რომელიც აღარ არის სამწუხაროდ გარდაცვლილია ეს ერთი წელიც არ არის გასული რაც დაგვტოვა მეგობრები ახლობლები ათესები და
გადავწყვიტე რომ მისი გახსენების გადაცემა გამეკეთებია და მიმეძღვნა ამ პიროვნებას. და ეს პირობა მე არ დავარღვიე ძვირფასო ტელემაყურებლებო, როდესაც ამ პიროვნების ოჯახში ვიყავი, რომ ეძახით პანაშვიდზე, მე მის მშობელ დედიკოს მის დაიკავებს უთხარი რომ მე ამ ადამიანის თქვენი შვილის, თქვენი ძმის გახსენებას გავაკეთებ გადაცემას ჩემს გადაცემაში მეთქი და აი არ მიყვარს რომ ადამიანი პირობას დებს, იმ პირობას მე ვასრულებ ყოველთვის და აი ის დღეს აქ უნდა იყოს და უნდა იყოს მოწოლი როგორც ცოცხალი, მაგრამ სამწუხაროდ უფალმა იქით აიყვანა, რომელსაც ასეთი კარგი ადამიანები სჭირდება ხოლმე, ასე არის ყოველთვის ნათქვამი ჩვენი წინაპრებიდან. მე თავს აღარ მოგაწყენთ და სწორედ ეს ადამიანი იყო უნიჭერესი მომღერალი, ხმის კარგი პატრონი, ტემბრი და რა ვიცი, კარგი იუმორის მქონე, კარგი მსახიობი და ეს გახდათ ვალერი ხვედელიძე. და მე მინდა ეხლა მოვიწვიო გადაცემაში მისი დაიკო სისხლი და ხორცი. თამთა ხვედელიძე, გთხოვთ თამთა, მოგესალმებით. დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. ძალიან დიდი მადლობა. გამბრძანდეთ, კარგი ხარეთ და ეხლა მინდა მე მოვიწვიო უნიჭერესი ადამიანის უკვე მეორედ არის ჩემთან გადაცემაში, პირველად იყო პირველ სეზონზე, მაგრამ დღეს სამწუხაროდ აი ეს სხვა თემაზე მოგვიწია და მოპატიჟება ამ პიროვნების და ეს გახლავთ უნიჭერები მსახიობი, მუსიკოსი და ამას დავამატებ რომ ტყიბულის, ქალაქ ტყიბულის სახალხო თეატრის ყოფილი მსახიობი, ასე ვიტყვით რომ აღარ არის მსახიობი, აღარ მუშაობს იქ ბატონი. ეს გახლავთ ბატონი გია საყვარელიძე. ხალხია, მოგზავნით, გამარჯობათ. მოგესალმებით, სრულდებოდი და დიდი მადლობა რომ მოხვედით. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისაც. გაიხარეთ. ხო, დამზადეთ და ეხლა მინდა მოვიწვიო სანამდე ამ ადამიანის, ამ პიროვნების რეგალიას დავასახელებდე და გაგაცნობდეთ ვისი გახსენების არის მიზნული ეს გადაცემა, დღევანდელი ჩემი გადაცემა, ჩვენი საერთო მეგობარი და ასე რომ ვიტყვიან ძმაკაცები ვიყავით. ეს გახლავთ ტელეკომპანია პლუსის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ბატონი კახა ხურციძე. თხოვთ ბატონო ხა, დიდი მადლობა მომბრძანებისთვის, რომ გამონახეთ სამთავრობო დრო, რომ მოსულიყავით და გაგვახსენებინა ჩვენი უძვირვასესი ვალერი ხვედელიძე, რომელიც ამემოწმებით ამაში, რომ ვის ვიცნობდი და იცნობდა უნიკალური ხმის პატრონი, ტემბრის პატრონი, მსახიობი ხო უნიკალური და ჩვენ პარტნიორებიც ვიყავით იუმორულ სკეჩებში. აი ჩემს მე ყოველთვის პათოლოგია სადაც ყოფილი ვარ, ახლა ჩემი სპექტაკლი და ტელეკომპანია პლუსმა გააშუქა, ბატონი კახას ესწრებოდა და იქაც თქვი ინტერვიუში, რომ ჩემი მშობლიური ტელევიზია და მე სადაც ვიქნები, ყოველთვის ვიტყვი ამას და ახლაც ვამბობ ჩემ გადაცემაშიც. და ეს იყო ვალერი ხვედელიძე, რომელმაც დაუტოვა და გული გვატკინა მისმა წასვლამ. და ამიტომ მოგიწვიეთ რომ გავიხსენოთ ბატონი ვალერი და კიდევ ერთხელ რომ მადლობას გითხრით თქვენ შემოგებლეთ და დავიწყებ ისი დაიკოდან მოგესალმები კიდევ ერთხელ თამთა და სანამ გავიხსენებდით და მეორე ნაწილში იქნება უკვე ბატონი ვალერი, ბატონი ხადა ხუმრობით მეტოდა ბატონი მალხაზო და მეც ხუმრობით ვიტყვია, აი ვეღარ დაერბოდით ერთმანეთს, რომ ვიტყვია რა, სრულიად სიტყვის მნიშვნელობით და ამიტომ მინდა გავაცნო თქვენი თავი ჩემს ტელემაყურებლებს. და ვინ არის თამთა ხვედელიძე? პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის, ნამდვილად გახსენებისთვის, ჩემთვის გახსენებისთვის, იმიტომ რომ ჩემთვის ნამდვილად უყვარდა სამეგობრო, უყვარდა ოჯახი, უყვარდა ყველა მის გარშემო და ნამდვილად ყველა ახსოვდა მის სიცოცხლეში, ყველა ახსოვდა, ვინც კი ერთხელ მაინც უნახია, ყველა ახსოვდა ჩემს ძმას და აქედან გამომდინარე თქვენ ძალიან დიდი მადლობა რომ იხსენებთ ჩემს ძმას.
მე რა შემიძლია ვთქვა, მე ვარ მისი და ერთ-ერთი რომელიც ვიყავი ყველაზე პატარა და ყველაზე მეტად განებივრებული მისგან, რა თქმა უნდა. და მე ვარ უბრალოდ მისი და მეტი არაფერი, ან დღესდღეობით ამ სიტუაციაში ვარ მხოლოდ მისი და. ძალიან კარგი. მე წეგან დაწყების დროს ახსენე და წავადგინე თქვენი თავი ბატონო გახა. მაგრამ უფრო დეტალურად ასე ანალოგიურ შეკითხვას გისვამთ, ვინ არის კახა ხურციცე? ბატონო მარხას, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ მოგვიწვიე თქვენ გადაცემაში და წარმატებებს გისურვებთ. თქვენ გადაცემებს წარმატებებს უსურვებ და წინსვლას უსურვებ. კახა ხურციძე არის ის ადამიანი, რომელიც რაღაც მეგობრობა რო უყვარს ადამიანთან, სიყვარულთან ასოცირებული ადამიანია კახა ხურციძე. მეგობრების გარეშე კახა ხურციძეს არ შეუძლია. ეს რა ვიცი. ეს ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, როგორც სხვა. ბატონო გია, თქვენ მეორედ ხართ უკვე და პირველად იყავით. პირველ სეზონზე ჩემ გადაცემაში იყო სხვა თემის, სხვა ამპლუით და სხვა, ხო. ეხლა უკვე სამწუხაროდ სხვა და ვინ არის გია საყვარელიძე? გია საყვარელიძე როგორც ბატონი კახა ამბობდა წეგან, მეც ჩვეულებრივი უბრალო ადამიანი, უბრალო მომხდარი ადამიანი. დავიბადე ქალაქ თხიბულში, სკოლაც იქ დავამთავრე. ჯარიდან ჩამოსვლის შემდეგ თეატრში დავიწყე მუშაობა. პირველად საესტრადო ანსამბლში მღეროდი და დასარტყამ ინსტრუმენტებზე ვუკრავდი. პარალელურად მე შემამჩნია რეჟისორმა, რომ რაღაც მსახიობური ნიჭი ჰქონდა და 20 წელი ვემსახურე ორივე შემოქმედებას. ხელოვნებას, ასე რომ ვთქვათ, პარალელურად სპექტაკლებში მონაწილეობდი 20 წლის მანძილზე და პლუს ამას საესტრადო ანსამბლში ვუკრავდი, რომელსაც ერქვა თავიდან შავი ოქრო, შემდეგ გადაარქვეს სახელი და შაური დაერქვა და შემდეგ რო აირია ქვეყანა, შაური კი არა, საჭმელის ფული აღარ იშოვა, ვინცა გარბოდა გაცლა არ იწოდა და დაიშალა ანსამბლიც. სანამ ვალერიზე დავიწყებდეთ საუბარს და გავიხსენებდეთ, მე მინდა ჩვენს ტელემოყურებლებს უჩვენოთ კადრი ნაწყვეტი, სადაც ბატონი ვალერი ხვედელიძე სხვა პროექტებში მონაწილეობდა და განსაკუთრებულად ჩვენ ამოვკრიბეთ რაღაც მასალები საქართველოს ფანოღიდან, სადაც მისი უნიკალური ხმებით გამოდიოდა ამ ფანოღში. და ვთხოვთ ვაჩვენოთ ვიდეო კადრები. სიხარულს თქო წუხარებას მთავაზო ნუ თუ ასე დაგატყვევეს ფიქრებმა ცოტაც კიდე მოითფინელ ამასო დანანატრი დაგორებით იქნება ცოტაც კიდე სალოცაო ხადება დალაშქარი სმავების და ყორნების ვიხრუბელი ისე გაიფანტება და თბილისის მიწას ვეამბორები ვიხრუბელი ისე გაიფანტება და თბილისის მიწას ვეამბორები სოდაც კიდე ვამკაიელვებს ბრძანისი და მედეხის ეკლესიის თავანი სადაც წმიდა მასხოვარის ხატისი ფესიშველი გოცულობდა თამარი სოდაც კიდევ გაიელვებს ბრძანისი ედუარდოვიჩი დამიდგა თვალწინ მერავა
გათენდება დილა ისენათელი აერთება სიყვარულის სანთელი შენთვის სიზმრეს ეფერება ფერია გაიხვიძე ყვავილები გენია სეამოდის შიტუნები წერია გრიალაცა მაგთვალების ფერია სამწუხაროა ეს აი მიკვირს რომ ვალერის გახსენებაზე გვაქვს საუბაროსა აი ახლა რომ ზივარ და თქვენ გასაუბრებით ასე მგონია უკვე აი ჩემს თვალწინ მიდგას და ვესაუბრებით თქო აი მართლა გურწფელად გეუბნებით ამას ვერ ვიჯერებ უბრალოდ რომ ის აღარ არის ჩვენთან აი მართლა ამას ვამბობ გურწფელად და მოდი თამთა გავიხსენოთ ვალერი როგორი ბავშვობა ყავდა როგორი დედმამიშვილობა ყავდათ თქვენ იყავით 4 დედმამიშვილი ხო? დიახ. აი როგორი დედმამიშვილობა ყავდათ? ვალერი იყო, ანუ თავიდანვე, ნუ ჩემზე გაცილებით დიდია, რა თქმა უნდა. ნუ ეხლა ზუსტად ესე პატარა ასაკიდან ნამდვილად ვერ გავიხსენებ, გადმოცემით გეტყვით რომ იყო არ იყო ცელქი ბავშვი მაინც და მაინც რო გითხრათ, უფრო იყო სწავლაზე კონცენტრირებული, სწავლა უყვარდა ძალიან, სიმღერა უყვარდა. ნუ ყავდა რა თქმა უნდა თავისი სამეგობროც ალბათ, რომელსაც კი რა თქმა უნდა ყავდა, დღემდე მათი სამეგობრო ჩვენს გვერდით არის, მისი გარდაცვალების შემდეგაც და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ყველას მათგანს. და როგორ გითხრათ, ძალიან თბილი იყო ყველასთან, ასევე ჩვენთან, დებთანაც, მშობლებთანაც. ძალიან თბილი, ძალიან მზრუნველი. ეხლა რო გითხრათ, რომ არ გვაბრაზებდა, ხანდახან გვაბრაზებდა, მაგრამ ნუ ეს იყო ისეთი გაბრაზება დედმამიშვილებს შორის, რომ აი ხდება, ეხლა ეს ყველგან ხდება და ეს დასაშვებია და ეს ესეც უნდა იყოს. ძალიან მე ცოტა ეხლა მართლა ძალიან მიჭირს ეხლა წარსულში რომ საუბრობ მაგაზე და ვერ წარმომიდგენია თქვენი არ იყოს რომ დღეს აღარ არის იმდენად თვეობით თავისი პროფესიიდან გამომდინარე მართლა უწევდა გასვლა და დიდხანს შეიძლება ერთი თვე არ გვენახა მაგრამ აი რაღაც დრო გადიოდა ვნახავდი და რაღაცა მომენტში ესეც გვაქვს ხოლმე რა რომ სადღაცას არის ნუ სანამ ეხლა არ დაწმუნდები და უცბად არ გაგახსენდება. გგონია რომ სადღაცას არის და აი უცბად კარები უნდა შემოაყოს, მოვიდეს და ასე ვთქვათ, ისევ ჩვენს გვერდით იყოს, მაგრამ რა თქმა უნდა ისევ ჩვენს გვერდით არის ალბათ. მე ამის ჯერა. აი რა მაინტერესებს იცი თამთა, როგორი ბავშვობა ქონდა? წეგანახსენეთ ცელქი არისო. არა. აი როგორი ბავშვობა, აი საიდან დაიწყო მისი ეს სიმღერა, ის ნიჭი, რაც აღმოაჩნდა პატარა ასაკიდან, ძალიან პატარა ასაკიდან დაიწყო სიმღერა. ეს ყველაფერი ერთად სიმღერაც, მუსიკაც, სცენაც და მსახიობური ნიჭი ერთად ყველაფერი ძალიან პატარა ასაკიდან. მსახიობური ნიჭიც უკვე დიდი იყო. კონსერვატორია დამთავრებული ჰქონდა, რომ მე უკვე გადაწყვიტა, რომ თეატრალში ჩაებარებინა თეატრალურ უნივერსიტეტში, რადგან მსახიობობაზეც ჰქონდა ეს ამბიცია და ტყუილად არ ქონდა, რადგან ისეთი სიურპრიზი იყო ეს ჩვენთვის რომ ასაკში უკვე ზოგი ამთავრებდა მაგის ასაკში, მაგან რო ჩააბარა. მაგრამ მაინც უნდოდა ჩააბარა, ასე ვთქვათ, ბევრ წარმატებასაც მიაღწია, მართლა ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია მაგ დროს და აი როგორ გითხრათ იმდენად, აი რა ვიცი, მონდომებული იყო რა, ყველაფერზე იყო მონდომებული. რაც უნდოდა და რაც გამოსდიოდა, იმას ყოველთვის აკეთებდა. ბატონო ხა, როგორ გაიხსენებთ? როგორც მეგობარი? მე ვალერს იყო უნიკალური ადამიანი და ამის მერე გავიხსენებდი. კი ბატონო. აი მოსიარულე იუმორი ქონა, იუმორი იყო რა. ანუ არ უნდოდა დალაპარაკება რასაც ქმედებიდან გამომდინარე იცინო. აი, მოდიში შეგაწყვეტინებთ,
აი იპოლიტეს ხუჩას გავიხსენე. იპოლიტეს ხუჩას უნდა ინახავდა. ხალხი იცინოდა. მაგას უნდა ინახავდა. გაგეცინ. გაგეცინებოდა უბრალოდ. დინიკებში აი მოდიჩკა ხაში გაწოდე ეს. მაგას რო მე მქონდა რესტორნების ბიზნესი მქონდა. კი, იცი. იქეთ და ვალერა უკრავდა ჩემ რესტორანში. ხოდა პარალელურად დედაც მუშაობდა ვალერას დედა ჩემთან. ქალბატონი ნათელა. ქალბატონი ნათელა, კი. დიდი სიყვარულით მივესწრებოდა. მოვიკითხა ვაგიდან ქალბატონი ნათელას და ვალერასთან მიყვარდა საუბარი რა რაღაცა დროს გამოვნახავდი საუბრობდი რა ვალერასთან. და ისეთი რამე უნდა მეთქო რომ უნდა გვეცი და რაღაცა უნდა ყოფილიყო. თან დაემთხვა ვასილი ბაბუა ყოფილა მათ ბაბუა კორნეონობის თავშევარს რომ პირველს ატარებდა რა წარმოსადგენი ვასილ ხოდელიძე? ხო, ხოდელიძე ხო. ხოდელიძე ხო? წარმოსადგენი კაცი იყო. თუ რამე ჭიათურაში საქმე კეთდებოდა, კაცი აკეთებდა. წარმოგიდგენი იმხელა კაცი იყო. მაშინ იყო კორნეონობის თავმჯდომარე კი არა, რა იყო მაშინ? კორნეონობის თავმჯდომარეობა. მე რა ხო იყო ვიღაცა კიდე. გამგებელი. არა, გამგებელი არა, კაცო. რა ქვიოდა რა რაიონის ხელმძღვანელს რა ქვიოდა რაიკომის დივა ხო რაიკო წარმოგიდგენია როცა რაიკომის დივას ატარებ მაგარი კაცი ხარ იყო ვალერას მეუბნები ჯობოდი მე უთხარი ახლა ჩამოვყვეთ შენი წინაპრებიდან ის ქმედე წმინდით რა ქალბატონი ნათელა გამოდის ამ შემთხვევაში კიდარ ესორი ხო რაღაცა საკეთებ თან გამოდის მეო ვალერამ გო ვასილის გავარ ნათელა ხო გაიქონე ეგ სიტყვა ვასილის გავარ შევიეცია ვასილის უკან ვასილი განათლებული კაცია შევიდა შევიდა ის განათლებული კაცი ის ხო რაიკომის ატარებდა წარმოგიდგენია ხოდა გამხელა კაც ატარებდა თელი რაც კეთდებოდა რა იმაში ჭიათურაში საქმე ეკაცი აკეთებდა ხალ მეზობლებისთვის ხალხისთვის და რაიკომის დივანთან კავშირი ქონდა მე ვასილი გავარ ერთ გავიხსენე ერთი მომენტი იყო ვალერა იყო ქართული ოცნება რომ მოვიდა ქართული ოცნების ფანი იყო რა აფანატებდა ტიპს ქართულ ოცნებას და სოზარ შუბართან მეგობრობდა და მე ახლა ამ გადაცემას შემას რო უყები ბატონი სოზარ შუბარი მაპატიებს ალბათ ეს ხუმრობით გავაკეთე მე რამდენს დაურეკავდი ვალერას სულ რა ვიცი ხან ნათიას მეძახოდა ხან ჯუმბერას მეძახოდა ეშლებოდა ჩემი ნომერი რა ეგრე დაუმუღამე რომ ეშლება გაიგე და მე ვთხარი სოზარ შუბარის საარჩევნო იმიდან გირეკავ მე უბიდან ხო და უნდა მობზანდე ბიუროდან რა შტაბიდან და უნდა მობზანდე ვალერ ოღონდ ცოტა ისე რა საქმე და აგვისტო აიწრება ყველაფერი დედას გეცელი ესე იგი არ ვიცი რა ხონდა ვალერა მოდის შარვალ კოსტომი ჰალსტუკი შეკრული ბოლომდე რომ მოდის გზაშთან ასე იწვინა ჟოპის მსახურით შედის შიგნით და არ გაშულა უცუდი გამომორდა ნუ მე ვთხარი მე ვიყავი თქვა ვეხუნდე და რა ბიჭო რამდენი მოუყვე ახლა ვალერაზე შეიძლება ანუ ვალერა არის გარდაცვლილი თან ახალგაზრდა ასაკში 46-ის გახდა 28 დეკემბერს ხო და წარმოგიდგენი ახლა ვალერას რო ეცხოვრა კიდო რა ვიცი ერთი 46 წელი მე იმას იქეთ ვერაფერს ვერ გავიხსენებდი ანუ წარმოგიდგენია ამას რომ მოყვე იმდენ უნდა მოყვე რომ ადამიანი ფიქრებს ეს 100 წლის ასაკში მომკვდარო იმდენი რამეა გადამხდარი თავს სხვადასხვა ერთხელ როგორ დამავიწყდება აეროპორტის ტრასას თვალ მდგომარეობაში დაარტყა მანქანა ხო გახსოვს ვალერას ხო ვალერას დაარტყა მანქანა თვალია ვალერა და ძღოლმა მიატყო გაიგე მირეკავს მე ვთხარი ახლა მანქანით მივარდი ვალერა კი იყო გასასვლელი წავეყვან ხოდა მოფხიზ და არ ტკიოდა არაფერი უბრალოდ გახახუნებული ქონდა ნახევარის სახე ასვაცი გადაშკურკული მეტი არაფერი
სანამ გავიხსენებდეთ, კახა, მაგის სხვადასხვის კიდე კარგად იცი ჩვენ ნახეთ. ახლა მე ვალერა არა მარტო ეხლა რაღაცა იქ ვასილიშვილი იქეთ სახე შპურკი გავუსვა ასოზე მაგი ჩვენ ერთად სკეჩებს ვაკეთებდით, გადაცემებს ვაკეთებდით და მე ტელევიზორს დავაფუძნე და გენერალური დირექტორი გავხდი ეგრევე პირველი ეგ კაცს მოვიყვანე და შენ მოგიყვანე თუ გახსოვს. და აკოსტას ბიჭების იგი იყო თავიდან ესა და ზურბასო ტელემოყურებო მაგის სიუჟეტსაც გიჩვენებ ნაწოდაც სულ მალე და მე მინდა კახა ერთი რაღაც გავიხსენო. ყველას მაგარი იყო ეს სახე რო ქონდა ის გაშპურტი. აი რა მინდა ის იგია სამდე თქვენთან გადმოვა ბატონოგია და ჩვენ მე ვფიქრობ ბატონო მარხას ბოდიში გადაგატოვე ჩვენ ახლა უნდა ვიცინოთ იმიტომ რომ მე მწუხარებას ვერ დავარქმევდი ამას ვალერა რო ცოცხალი ყოფილიყო აქ იქნებოდა ახლა რაღაც არ არის ცოცხალი მისი უმორი რაც იყო მოვყვეთ და მოვიხსენიოთ ცოცხლად მე ამაზე წამოვალე თავიდან ვახსენეთ რომ ყველა ვიცით რომ რანიჭის პატრონი იყო თქვენის პოლიციას მიღა სამდე შემოვიდეთ სტუდიაში ბატონოგია თქვითო წეგანას თქვით ოპერის და იმის ქონდაო რაღაცა და პოლიციას მიღა სამდე შემოვიდეთ ჩვენ საუბრობდით პოლიციას მიღვა ხო და იქ თქვით მართლაც უნიკალური ხმა ქონდა ჯერ ქონდა მარტო პირველი ხმა ქონდა რომ აწევდა თათვალე არ არის პირველი ხმა ავის და მე მეორე კიდე მსახიობი იყო არაჩვეულები და ფილმიც არის გადაღებული ბაბაში სტუდენტი იყო ეტყობა ჩვენ ნახეთ ვიდეო ფილმი ამოვიღეთ ის მასალა მე და ბატონო მაკახამ და ზუზუ თამაშობს იქა რომელიც იგიც ვალერა იყო ცხოვრებისეული გიჟი რა აი ხო აი გიჟი შეიძლება იყო რაღაც მტრობაში შეიძლება იყოს სიყვარული შეიძლება იყო იუმორ ეგ იყო ყველაფერში გიჟი რა თან ქონდა მარტო სიმღერის ინჭი არა პლასტიკურობა ქონდა გააჩნდა აი მოძრავი იყო აი მაგალითად მე როცა უყურებ ბატონო მალხას ერთი დამავიწყდა უნდა ვთქვა მაგი არ შევიძლია იმიტომ დამავიწყდება მე ხალხი ელოდება ჩემთან რესტორანში უნდა მოვიდეს ვალერა რა მაგრად ღეროდა და მართლა უყვარდა ხალხს და ხეროდა ელოდება ხალხი ბიჭო ელოდება ხალხი არ მოდის ხოდა მოვიდა ჩოხა ხალხი აწვია და სვანებ ის ძირიანი ბოტასი ჩოხაზე შამოვიდა გირა გამოვკანო მაგი რომელიღაცა ხალხურ ანსამბლში თეატრალური ანსამბლი იყო თეატრალები სადაც მე ფოტოებიც ვნახე და ვის აი თეატრალური კვარტეტი რო არის რამოდენი სულ ყველა იყო იქა კი თეატრალებში მე შორის იმაში რო არის მე დაერქვა თეატრალური კვარტეტი მე ამათ შაბათის შოუში რო არის ზურა რა გვარია მაგის მეგობრო ერთად ღეროდენ მაგენ კი ზურა კომედი არტი არის ზურა რა გვარია ნიჟარაძე მაგენ ერთად მღეროდ ხო და ამ ფილმში არის გადაღებული რომელიც მინდა ახლა ვაჩვენო და ის რაც მაგას პლასტიკურობა ვახსენე იმიტომ რომ ისეთი მოძრავი იყო ახლა მე ხშირად ხან YouTube-ზე ხან მის გვერდზე შევდივარ ახლაც არის ისა და ქვია ყოველთვის შევდივარ მის თვითონ მეგობრები ვიყავით როგორც ისე რეალობაში ისეც Facebook-ზე და როგორ გამოდის და როგორ აოცებს იმას პატა გულიაშვილსაც როგორც წამყვანს საქართველოს ფანოფში და იგიძენ მანანათუდაძეს და არაბიძე და რა ვიცი ყველა და ისეთი პლასტიკურობა ისეთი აი როცა ყავს ერთი სიმღერა ისა რა ქვია აღარ მახსოვს ხო თუკი და კიდე მეორე იყო აი ესე რო აკეთებს ხო და აი ეს არის მსახიობური ნიჭია პლასტიკურობა მასვია ამიტომ ხო და აი ეს რამოდენიმე ფილმი მინდა ვაჩვენო კიდე ვიდეო მასალა ნაწყვეტი იმ ფილმიდან სადაც ბატონის ზუზუ ცხონებული თამაშობდა და მაშინ ალბათ სტუდენტები იყვნენ იმ პერიოდში ესენი და მაშინ ახალგაზრდა სტუდენტები იყვნენ და ახალგაზრდობაში და მოდი თხოვთ ვაჩვენოთ ეს ორი რამოდენიმე ფსურად რამოდენიმე ვიდეო მასალა ნაწყვეტი რა შვები კიდე დიდხანს აპირებს სახურავების კეთებას შენ რა გიჭირს მაო სოლი შენ არ გყავს და შვილი აბა ერთი მე მკითხე მე რა სიმღერა რა სიმღერა ჩემო მატარებელმა უკვე დიდი ხანია ჩაიარა ისე მთელი დღე სულ ფიქრობ ესო ხერი ოპერაც აქედან ხელის გულივით ჩანს ვუყურებ და თვალს ვეღარ ვწყვეტ დაბლა ქუჩიდან ტაშის ხმას რომ გავიგებ მერე ვამჩნევ რომ მთელი ხმით მღერი შენ საქმე როგორ არის
გიბეჭდავენ და მოთხრობ. რედაქტორი მაჩვენა თვალით. რა სიზავ ძმაო? Bella cosa una giornata e sole un'aria serena dopo una tempesta აი როგორ მოიფიქ რა ეხლა რომ Argina Betty როსია Uriugde Sakartvelos Tevstarmelias Iavarnanas de Desavi Kvivad Maveria Celkisios Adaravaris Axus Tavaris Tasam Shoblos Chulicho Tedis Chavaris Gadachedem Tevsasikus Koriacheva Danachveli Gurubelivi Kaipanadeva Sion Vichrostanachevas ძალიან სერიოზულად მიუდგა აშკარა. Samareli Samashobamoha Tedis Chavaris ახლა გიგია, გადმოვალ შენთან, უბრალოდ თქვენთან. ანდროგია, როგორ გაიხსენებთ? მე თბილისში ვალებს. ჩამოვედი, ძალიან მალე გავიცანი ჩვენი ვალიკოს უძახოდი, მე მოფერებით უძახოდი ვალი. ძალიან მალე გავედი და ძალიან მაგრად დავახლოვდით, იმიტომ რომ მეც ხო იცით ახლა იუმორი მიყვარს, იმასაც უყვარდა და ჩავბრატი, ჩავძმაკაცდით, მაგრამ სხვადასხვა ანსამბლებში მღეროდა, ვალერი სხვადასხვა რესტორნებში, მე კიდე სულ ერთად არ მიმუშავია და სულ ურეკავდით ერთმანეთს, მოვიკითხავდით, რა ვიცი, თუ კეიფი რაღაცა მუსიკოსები. ნო, კეიფი და ტოსტარება გეუვარდა ცხონებს. ოღონდ ერთად არ ვიყავთ და ამ ბოლო დროს ახლა. მაგაცებთან განსაკუთრებით მეგობრებთან, ბოლო დროს ახლა აი სიკვდილამდე დამირეკა და მითხრა, ერთი რესტორანი გამოჩნდა ავჭალაში. მუსიკოსები არ აყავსო და შენ მუშაობ, სადმე მოთხარი, არა ეხლა ხან წამოვედი ერთი რესტორნიდან. მასთან დირექტორთან რაღაც უკმაყოფილება შემხდა და წამოვედი და არცად არ მუშაობ თქვა. მოდი მივიდეთო, მითხრა და დაველაპარაკოთ. მე უკვე ველაპარაკებ, მაგრამ შენ მინდა რომ გაგაცნო უფროსობაო და მიმიყვანა ამ რესტორანში, ავჭალაში, ძალიან კარგი ხალხი. ის რაღაცა ქვია, მოსიყვარულე ხალხი, ისეთი ადამიანები შევხვდეთ, უბრალოდ ხანდახან ხდება, რომ შეიძლება ადამიანმა მუსიკოსს, ახლა მუსიკოსები დამეთანხმებიან, ვინც რესტორანში მუშაობს, შეიძლება მაგრამ თუ შოულობს რესტორანში, მაგრამ საზიზღარი დირექტორი გყავდეს, საზიზღარი, რა არ გიხარია მისვლა იმაში, რესტორანში, და მართლა ისეთი გულში ჩასახუტებელი ხალხი შევხვდა და მიგვიღეს, რა თქმა უნდა და პირველივე აი როგორც კი მივიტანეთ ინსტრუმენტები და დავიწყეთ მუშაობა ხალხი იქ და პირველივე დღიდანვე დიდი სიყვარული დაიმსახურა ხალხისგან და ეს ძალიან იშვიათია რომ იმღერო რამე და პუბლიკა ფეხზე წამოდგეს და ტაშით შევხვდნენ ეს გააკეთა ვალერიმ როცა იმღერა ეს საოპერო სიმღერები იმიტომ ქალაქურ სიმღერებს ახლა ღერი ვარ კი რესტორნის მუსიკოსები საოპეროს ნამდვილად შორსა ვარ 1000 წელი ვერ ვიმღერებ საოპეროს 1000% და 100% ვერ ვიმღერებ აი ის რო არის სიმღერა ღვინო კახურო მომსვლია იგი შეკვეთა ამის აი ღვინო კახუროს აი მეუხერხულება რომ ვიცი რომ ვერ შევასრულებ მაგრამ მე ვალერის მონასტერი ვალერის ნამღერი მონასტერი მაქვს მე ღვინო კახურო მონასტერი მაქვს და არა ჩაულებრივად კი
და ხალხი მოდიოდნენ მაგის გულისთვის, რომ მოესმინათ მაგისთვის. თუ აღვიანდებოდა, მეუბნებოდნენ საგარი რატო არ არის და დარეკილი მათ ეხლავე მოვალ და ასე და პატარა კურიოზი, ახლა როგორც იუმორის რა მინდა რომ მოყვე, რომ როგორი იუმორი ქონდა. შევედით ერთად მეტროში. და რო დავჯექით, ჯერ ზივარ მე, ჩემს გვერდით ზის ვალერა და ვალერა ცოტა ნაკლაფშია და ეყვინთება. ახნევს ასე თავს და ამ დროს გაიღო მეტროს კარები და შემოდის პატარა ბავშვი. ვიღაც დაახლოებით ასე 5 წლის. დეიდემო, ბიჭიებო, დამიხმარი, დეიდემო, ბიჭიებო, ძალიან ხოდა მომიახლოვდა მე. ხოდა მომიახლო პირდაპირ ჩემთან მოვიდა. ბიჭია, გეხვეწები, დამიხმარი რა, მითხრა ვალერა თავს აქიცინებს, ეძინება. ჩავიყავი ახლა ჯიბეში ხელ და ამყვა ლარიანი, ხურდახური, ხო და მივეცეს ლარიანი ჩავიდები. მადლობა ბიჭია, მადლობა. მე რო გამიარა, გვერდი ამასთან მიიღო. ვალერასთან. ხო და დაარტყა მუხტზე ხელ და აწია ვალერამ თან. აიღო ბიჭო უთხრა. ბიჭია, გეხვეწები, დამეხმარი რა, გთხოვ. ვალერამ გამომხედა და შენ მიეცი ბიჭო რამეო? კი მე უთხარ ლარიანი მივეცეთ. ხო და აბა დაპატიჟებული არ მე და გაიარე. მეორესაც ვარ, მეორესაც. ზიო, რატომ ხარ სულ მეტროში ხდებოდით ერთმანეთს? ზიო, მეტროში და ნუ ცოტა ხალხია რა, ცოტა ხალხია იმაში, ვაგონში და შემოვიდა ვალერა ვიღაც ბიჭთან ერთად და ვალერა არის ნასვამი, მაგრამ არ არის ისე რა, ნუ ისე ნასვამია, ლაითი ნასვამია და ეს მეორე ბიჭი ვიღაცა არის. არ დამავსდება დიტო ერქვა, დიტო. და ეს არის მაგარი თვრალი, გამიგე. ჯერ ზივარ მე, გვერდში მიზის ვალერა და ეს მერეზის ეს იგი რაღაცა ეს დიტო. ხო და ეს დიტო გვეუბნება, ეუბნება ვალერას. ვალერა. ბიჭო, მე ვიცი რომ ჩავეძინება. ეხვეწე, დიდუბეში, გამოღვიძე რა. ვალერამ უთხრა, ბიჭო, მე მანამდე ჩავდივარ და რანაირად გაგაღვიძო. გამომხედა ვალერამ მე და კია შენ საჩადი ხარ. მე ვთხარ ვალერა შენ საჩადი ხარ. მე ვაგზალზე. აპა მე ნაძალადებში ჩამოვდივარ. მე ვთხარ ეს დიდუბეში როგორ გავაღვიძოთ. გამიგე. გაჩერდნენ ახლა ორივე. არის გამოსავალიო ვალერა. ამბიცეურება. ბიჭო, ეს ადრე ჩამოვდისო. მეც ადრე ჩამოვდივარო და აგერ ხალი რო აცხადებს. გოუბარი ამას და გავაღვიძებს. იმა იმ ბიჭო რა თქვა იცი ხო? კაი, ბიჭო. ხო და მეც ისა რა ქვია, ბევრი გასახსენებელია, იმიტომ რომ ძალიან ეს ერთი გადაცემა არ ეყოფა, ალბათ მე ასე ვფიქრობ, რაც უნდა გავიხსენოთ, მაგრამ ეხლა მინდა მე რამოდენიმე ვიდეო მასალა მინდა ვაჩვენო კიდე, რაც ფანოხს შეეხება, უფრო ამაზე იყო, ფანოხზე იყო უფრო მეტად ისა რა ქვია, ვალერი და მინდა ეს რამოდენიმე ვიდეო მასალა ვაჩვენო ნაწყვეტიდან და ბოლოს მისთვის მოვიტოვებ, როცა დასასრულს მივახლოვდება თემადელი ჩვენი გადაცემა იმ აკოსტა ბიჭების, რომელიც მე და ვალერი ვიყავით პარტნიორები რა და ამას ბოლოში უკვე რომ დავიმშვიდობები, ბოლოში უკვე ვაკეთებ, უკვე დავამთავრებ ამ იუმორისტული სკეჩებით იმ ნაწყვეტს, სადაც მე და ვალერი თამაშობთ რა. და ახლა მინდა გადავინაცვლო ვალერის დასთან, თამთან. აი კიდე რა არის ისეთი, რაც გახსენდება მისი შემოქმედებიდან, მისი ბავშვობიდან, აი მოსაგანორი რაც არის, შეიძლება რომ რაღაც თქვენთან აი იუმორი ქონდა, როგორი ის ქონდა, აი გაიხსენო ეს კიდე კურიოზი რაღაცა ისეთი, რომ ქონ გადახთენიათ დედმომიჩვენებაში რა. აი მე სიმართლე გითხრათ, ესეთი კურიოზი რო გითხრათ, რომ კი მახსენდება, აი გამახსენდა. სტუმრად მეწვია, მოვიდა და ასე ვთქვათ, ცოტა ისეთ თემაზე წავიდა ლაპარაკი, რაც არ იყო მისთვის სასიამოვნო და მითხრა, რომ მე გახდებოდა პრეზიდენტი და მე გამეცინა. ნუ რა თქმა უნდა ჩათვალა, რომ მე დავცინე რაღაცა შეურაცხყოფა, მე პრეზიდენტი გავხდები.
და შენმოზე ვეღარ დამელაპარ. ანუ იუმორში რო გაუტარე ის ჩემგან არც მაგრამ იმის იუმორი მე არ მწყინდა, ანუ იყო იუმორისტული მართლა იყო. აი სუ სიცილში გადაგქონდა ყველაფერს, სუ იცინოდა, სუ რაღაცა ისე იყო. ბავშვობაშიც ასეთი იყო? ბავშვობაშიც ასეთი იქნებოდა კი, იქნებოდა, იმიტომ რომ მე ცოტა ადრე შევქმენი ოჯახი და აქედან გამომდინარე ესეთი ის არ მახსოვს ეგ თვითმე იყო რაღაცა პერიოდი წასული, არ იყო საქართველოში და იყო წასული და მე უკვე გავიზარდე 5-6 წელი ცოტა არ არის იმისთვის რომ გაიზარდო, მე ჩამოვიდა მე უკვე სკოლის მოსწავლე ვიყავი საკმაოდ უკვე მაღალ კლასში და ასე ვთქვათ მე არ მქონდა ეს ამ ყველაფერს ჩემი უფროსი და რომელიც აი ესე თანატოლებივით არიან ის უფრო გაიხსენებს ვიდრე მე სამწუხაროდ მე მხოლოდ მახსენდება ის რომ ჩემი ძმა იყო ჩემთვის რა ვიცი უსაყვარლესი ადამიანი ყველაზე კარგი ადამიანი და აი რა ვიცი მამა ჩემის მერე მეორე ადამიანი რომელიც არასდროს არ დამოვიწყდება და არც დავივიწყებ ეს არის და ეს რომელიც ემსგავსებოდა თავის ბაბუას ვალერი. კი, ვასილის, რომელიც სამწუხაროდ ვასილიც არ მახსოვს. ვასილი მოხდენიცა. აი ვასილიც არ მახსოვს სამწუხაროდ. ბაბუა ჩემიო ის იყო, მოდელიო და მაგრამ კომუნისტებმა ნახევრად გაპარსა სიწველიო. ესეთი. ნახევარ წვერი დადიოდა ბაბუა ჩემი. დიდი ბაბუა, დიდი. აჰა. ერთად აღა მეც კარგად მოგეხსენებათ რომ რესტორანშიც მუშაობდი პარალელურად და მოხდა ისე რომ მაგიდა ხონებული ისიც აღარ არის შეგვეცი უდარდელა ჩვენი მამუკა ბუბაშვილი ღმერთმა ორივე გაანათლოს იმერს ჩვენი ვალერი და ჩვენი მამუკა ბუბაშვილი და მაგენი მუშაობდნენ იმაში ფონიჭალაში იმერულიო და რაღაც არ იყო და მე აგად როწევიდი ახლა კაი კვარტეტი გადაგდებოდა კვარტეტი არა ტრიო არა მეც ვარ იმაში 70 წლის მერე მალე ხო და მოგეხსენება გია შენ ახლა უდადელას როგორი ის ქონდა მაგეც იმორის ავსა იყო და ვალერა არ იცის ეს სიტუაციები ამის ხრიკები და ეს გადაობა ამ მამუკასგან და ესე დგას და მომკა კეთგას ერთად შევერთით მე და მითო გითხარ წერა რომ მოდი რომ პირველი ხმა ყო და მე მაშინ ბანსვალზე მოდი და მეორეს მამუკა ბუაშვილი და ეს პირველი ხმას თავისავა და გავართ ეს გამოსული ვართ რესტორანის გარეთ რა ის ჭიშკართან გავართ და მე მამუკას უთგავარ გვერდში აქეთ და ვალერის ისა ბარდილუზე ვართ და ბიჭო არავინ არ დადის ახლა იქ არც უკან ლაბარაკში არის გართული და უდარდელა ეუბნება მამუკა ვარდა გამეზე გადარე იაიხედა ვარდა და კაცია რა მე იყო ასეთი რაღაცა ახედია იქეთ ბალე ჩემზე უთხრა რა მე ცოტა გავედი იქით რაღაცა ნაცნობი დავინახე და გასვათაშორს ჩემთან უკრავდა რესტორანი ვიცი ხო მე ხო და ესა რა ქვია მე ახლობელი დავინახე და იმას ვესაუბრები რა და ამან მოატყულა მამუკამ ესე რომ გავადაძე გეძახისო მახო გეძახისო და რავაც გაწია ჩემი ახეთ ხარა ყურში ასეთი აი ამასაც დიდი ის ქონდა ბიჭო ერთმანეთს შევდა ეს პაიქრობა იუმორში რა რო იტყვიან ეგი ცალკე და მე უკვე გადაფიჩინების ვაშო მამუკა კი იცი შეკაგია მოგხსენება როგორი იუმორის პატრონი იყო და ესეც კიდე და ორივე მithumetes მე მითხრა უნდა დავსერიოზულდე ვინა ვალერა მე უნდა დავსერიოზულდე მაგიდა სერიოზულობა გაცხონოს უფალმა ჩემ ვალე შემოგევლე რატო მოუთხარ შენ რა დაგასერიოზული სხვა გავიჩინე ბიჭო უნდა დავსერიოზულდე მამაო გავიცანიო და ასე მითხრაო თუ გინდაო რომ ჩვენო მეგობრეთო ჩამომითვალა რაღაცები ეს ასეთი რაღაცები არ შეიძლება და მე და შენ ვიმოგებო და იარა ჩემთან ხშირად იმაში რაღაცა ტაძარშიო და ხო და მაინც როგორი უნდა გავხდეო
არ უნდა გალიოვო, ქალებში არ უნდა იარავო, ოჯახს უნდა მიხედოვო, წმინდანი უნდა იყოვო კაცი ახლა იგი კიდე გახდებიო კაცო შენისო, მაგრამ სიგარეტსაც უნდა სიგარეტს რომ მოწევო, ეს იგი ეს ეშმაკს უთებს, ანთებს, რომ ესენი ყველაფერი და ვიმეგობროთ და რა გინდა კაცა გაგაყენებ მე შენ ხო და მე რას იზამ თქვა მე ვთქვა უნდა გავაკეთო თქვა გამეცინა მოიცინიო მითხრა რატო იცინიო მითხრა ჩემში ეჭუგეპარებო ხო ახში მასკნა უკვე ხერხულად ვიგზავნა თავი გადი საერთოდ ერთად არ მუშაობთ მაშინ სხვაგან მუშაობს გადი სახა რამოდენიმე ხან და ხდება მე ვთქვა რაკანი ბიჭო დასერიოზო ვერ უყურებ ხიზელი რო ვარ კიდე მე ვთქვა ხიზელი ხარ თქვა მაგრამ იქით რა ხდება რა ვიცი მე თქვა იქით რა ხდებაო და დავიწყე ჩანსები ცხოვრება და აუზზე დავდივარ სასურავად უი არ გადამიო მე ვთქვა ვალიკო შენ და აუზი მე ვთქვა ბასეინ დავდივარ ბასეინზე ხო დავდივარ და მე ვთქარი ფასიანია თქვა ხო ფასიანი ბევრი არის ასამით ორი ლარი მეტი კი არა გადი სახლა ხან და მოხდება გამიგე და არის ნასვამი მოდი ბიჭო აგერ სიმპათია სამი ბიჭო თქვა მე ვთქარ უღალატე ხო მიგიო მამაოს რატო ხარ ნასვამი თქვა ხო ბიჭო ისა არ მომეწონა იგი რაღაცები არ მომეწონაო და ვისგან მამაოს არა კაცო მამაო რა შოშიო ოროს ხო ვიხტიდი ასე თქვა ბასეინზე მივედიო საზაგვიაო იმას დირექტორს ხო და ასე მითხრაო იმან კონტროლერი ხო დგას იმაში ასე მითხრაო რა 2 ლარიო კაცო გაძურდა ცხოვრება 5 ლარი ახლა არა და 3 ლარის მეტი არ მქონდა ჯიბეში მე ვთხარიო შენ ბიჭო კაცო ავტეხ ერთი ამბავი მაგი უნდა გამოგეცხადებიო თუ არ გამოგეცხადები არ კანგერ ვერ უყურებო რო წერიაო რო 5 ლარი ღირსო სად უყურო მეო მაგასო მაგი ტელევიზიით ან რაღაცა გაზეთში მაინც ეწერა ამ დროს გამოდის თურმე დირექტორი რა პირილიაო და პატრონო ეგ ბატონო ზაზა თქვენ ხომ იცნობთ რა არ გიცნობთ ბატონო ვალერი თქვენ ვინ არ გიცნობთ მე რა ვაწეთ ეს პასიო მე 3 ლარი მაქვს მეტი არა ბიჭო მაგაზია ლაპარაკიო შედი იბანავ ძმაო არა პრობლემა იცურავი მიდი მაგრამ უკვე იგი მქონდაო გამიგე ახელვებული ვიხარ მე თქვი მაინც შევა და შევედიო და ეს იყო ჩემი ბოლო შესვლაო და წამოვედი და შეგე წამოვედი და იმ ზაზასო კაი დიდი ზარალი მივაყენე რა ზარალი მიაყენე თქვა მე ვხარ ტრუსიკი არ გავწურებ პირდაპირ გავწურავი ტრუსიკი წამოეცა გავწურავი ტრუსიკი წამე ზარალი მოვაყენე ზაზას კიდე გავიხსენებთ რომელივეს და სულ მალე დავასრულებ გადაცემას მაშინ გაიხსენებთ რამე ესეთ ამთა კიდე არ კახა შენ მეტი რა გავიხსენო ახლა მაგრამ ცოტა ისეთ გასახსენებელია რომ გავყვეთ შორს საუბრობთან მაშინ ძვირფასო მეგობრებო ჩვენი განკუთვნილი დრო გადაცემის იწურება და მე მინდა წეგანის დანაპირები შევასრულო რაც არის და თამაშობთ ჩვენ აკოსას ბიჭებში მე და ვალერის ნაწყვეტი ჩვენი პარტნიორობიდან გამომდინარე თხოვთ ჩავთოთ ვიდეო მასალა ვიდეო ფირი მე კი გემშვიდობებით კეთილი სრულები და დიდი მადლობა თქვენ ასეთი გულწრფელი ინტერვიუსთვის როგორაც ჩვენ იმ სიყვარულით გავიხსენეთ ჩვენი ვალერ ხვედელიძე აი სანამ დაასრულებთ შეიძლება კიდევ ერთხელ მართლა ვასილი არ დაგვავიწყდეს კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით არა მარტო ჩემი სახელით ყველა ოჯახის წევრის სამეგობრო სახელით იმიტომ რომ ეს მართლა არ ვიცი დარჩება ალბათ ეს კადრები ეს გახსენება ეს დაგვრჩება გვექნება მოსაგონებლად ნუ ისედაც გვახსოვს მაგრამ მაინც ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს თქვენ პირველ რიგში უღმესი მადლობა მოგილათ და ბევრ წარმატებას გისურვებთ მადლობა თქვენს ასევე მომავალში და მე ვისურვებდი რომ მომავალში როცა მომიწევთ ეხლა ძალიან ვერ შევძელი საუბარი მაპატიეთ მართლა ვერ შევძელი საუბარი შეიძლება ბევრიც გავიხსენო ბევრიც ის მაგრამ ეხლა ამ მომენტში რაღაცა აი თითქოს ყველაფერი დამავიწყდა იმიტომ რომ რაღაცა სხვა ფიქრებისკენ ვარ წასული იმიტომ რომ ცოტა შეუგუებელია მინდა გითხრათ ჯერ კიდევ ვერ ვეგუებით იმ ფაქტს რომ ვალერისა წარსულზე ვსაუბრობთ
აქედან გამომდინარე მე ვაპატიეთ. არა, როგორ გადრებათ, გიხდით, იმიტომ რომ მე ვერ შევძელით შევძმაზე საუბარი ისე, როგორც მინდოდა და როგორც აი გული მკარნახობს შიგნიდან. უბრალოდ ვერ თქვი ის, რაც ვიცი თქმაც მინდოდა. აი მამიშვილის და სამიკოს დაკარგვა და გვერდში უკვე არ არის თქვენ გვერდში როგორ მამიშვილი და მეტი მე რა გადამჩენია, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა თქვენთანგან სამთავეს, რომ მოხვედით და ასე ტკბილად გავიხსენეთ ჩვენი ვალი ხვედელიძე. მე კი ძვირფასო მეგობრებო და ძვირფასო ტელემაყურებლებო გემშვიდობებით, კეთილისურვილებით მომავალ შეხვედრამდე. კარგად გამდებით. ნახვამდის. Słuchaj, chwilę, kiedy ja wracam do Niemcy, dacie trochę mega ładnych, mega ładnych prosto. Kagi możesz? Wystąpisz. Tam u nas tam, się się lawadą samat. Tam u nas karczłowiec. Vina, șerissima. Lasă, fața-te acela. Sana, șuibăi, vina. Mami, nici la cabibice, nici la cabibice, nici la șuromelibice, mami, iartă-o. Scuian, șuromeli. Ertova. Ertova. Ce-ați mult dați ertova, șuromeli vorbis. Ertova. Size, bă, chiar dați aquí. Minda çakayım, sakın sen. O çok. İstemem böyle konuşan bir böyle. Boşuna. No ismine ise Soçoviç mesela. Soçoviç. Hala. Boşuna no ismine მოდი ასე რომ მოვილაპარაკოთ ახლა ჩვენ მამის სახელი რომ მოგმართ. თუ ასე გნებოთ? თანახმა. სვაჩოვიჩ. არა, სახელი შესაბამისი კი გაქვს. მართლა შესაბამისი სახელი. ჩემი შვილის ხელს რომ თხო და იძახი მიყვარს. ამათ ხო ჩვენა უნდათ. სახლი ხომ სახკარება პატრონი რო არ გაბოლება და ეგ ვიცი უკვე რატო არ ყოლება მამე პატრონი რომელი პატრონი დაარღვევა შვილო ბოჩორას მამის სახელიც გაიროა სვეჩოვიჩ ხო მამე იცი რა შემამი საქმე ჩვენ პატრონებს თავიდან ჩვენ იცხოვრებს და მე ბანკის ეს მისცეს სახსი იდის ის მე გადავწი სახში და ანუ ჩვენთან დაიწყოს ჩვენ მე ბანკში წავალ ორივე შედა ბოჩორა ანუ სვეჩოვიჩი და ბანკი მოსწორდა წახვა დაგედა იგი შვილო ხომის მინე ამას ვინ ვიცეს ბოჩორა ვიაკაც და ბანკში ბოჩორა ვიხობი შეკიდე მეორე გიში და ბანკის თანამშრომლებს ეუბნები შესწრები და სახლი უნდა ვინ ვიცეს ამას შვილო წადი ეხლა ბალკონზე ბაწარი ვიდებს დამი ეხლა მე და ბაწარი რა თქმა მამე რა თქმა შვილო თავი უნდა ჩამერიდე შვილო თავი ამის შემკრება ამას რა უყურებს მთელი ცხოვრება რა მამი იცი რა კარგი ბიჭია მამი იცი რა ნიარია მამი მუშაობს კიდევ თორე მიეკრებო სიზე სამუშო სასაფლაოზე მესაფლავი ნაშ სასაფლაოზე მესაფლავი ისე გამიმართლა სოთოვიჩი მე გამიმართლა ხო შენ არის იცი რა უხდება კარგავდეს მოგიზებდი სასაფლაოზე მე მოგზენი კარგავდეს სასაფლაოზე სიფილტრეიდო ჩემი ხო
ყველა მასე იხო მომისმინე ახლა ძილო ყველაფერი ხო არა კაი კაცი ასე კაი ბიჭი ჩანხარ ჯერ სიძე არ გამხარ და ზრუნვად იწყე ჩემზე სიმამი და სიძე რო გახდები მე რასიზმი ეხლა მომისმინე შენ შვილო რო ხვეჭავ მაკმილებს ეს მომაშორი აკედა თვალა ეხლა წავალ სასამართლოზე და მესამე ვერ ვიცი მუშაობას დროზე მომაწყი გემახი აკედა ბოჭო გაიქეცი ეს თუმარ მოპარეკაცია ისე როგორ დაგიშურება მე თვითონ გაგაცია დაჭერში როგორ მაგარი გარე მოდი ეგ სიზე მოდი შეგვიდი კაი ხავდა ზოდანე ის გამარჯობა ბატონო კომისარო ერთი ჩემი ახლონათსავე მოგიყვანეთ იმიტომ რომ თბილისის ქუჩები არის და მე თვითონ მოვხევი ახლა თქვენამდე აკვიატებული აქვს რომ ჯარში წავიდეო ქვეყანას ვემსახურეო და აგერა ყავს ეს კაცი და გაესაუბრე და დანარჩენს მე თვითონ გადავწყვეტ როგორ უნდა მოვიქცეთ და გამარჯობა კომისარო მარალო კომისარი ბაბუაშენია მე ვარ კომისარი მაიორი რაჟდენიშვილი როგორი ხორდელიძე აკაც გვარის შესაძლებელი ქონია ჯარში რატომ გინდა წასვლა იმიტომ რომ ჩემს სამშობლოს უნდა ვემსახურო ხედავ რა თქვა ბატონო კომისარო სამშობლოს უნდა ვემსახურო გაეცი ახლა პასუხი შენ გიზია მართლა გამოაგები სამშობლოს ისეთი კარგი მეტყველება და გამოგება გაქვს თქვენი რა არის ეს ჩემი ძალიან ახლო ნათესავია ბატონო კომისარო ეს არის ჩემი ბებიაჩემის ცოლის ძმისშვილი ბებიაჩემის ცოლის ძმისშვილი ბებიაჩემის ცოლის ძმისშვილი ახლო ნათესავია გასაგები ეხლა იზია წადი სახში წაღების შესნათესავს და როცა საჭირო იქნება გამოგიძახეთ კარგად გზადებოდეთ ბატონო კომისარო დიდი მადლობა ყურადღებისთვის წარმატება გისურვებთ გოციდან შემოფერიდო რამდენჯერ ვარ შენი ეშქით დამწვარი გადმოფრინდი გადმომხედე მითხარი ჩემი ბედი სად არის გადმოფრინდი გადმომხედე მითხარი ჩემი ბედი სად არის გადმოფრინდი ჩაგიხუდო ჩაგიგრა გულის დარდი ერთად გავისიარო სამასწავლეს სამოთხისკენ სავალი რომეც იმზით ვიარო სამასწავლეს სამოთხისკენ სავალი რომეც იმზით ვიარო